შესაბამისად, მიგრანტი ცხოველებისთვის საუკეთესო თავშესაფარია. ერთი თავშესაფრის ნანგრევებიდან მეორე აღმოცენდება. ერთ-ერთ ასეთ კუნძულზე ქვიშის ქვეშ ახალი სიცოცხლე იწყებს ფეთქვას. მზის სიცხე და სინათლე დედამიწის ყველა ცოცხალ არსებაზე მოქმედებს. მაგრამ მარჯნის კუნძულებზე თითოეული მოძრაობაც კი მზის სინათლით არის ნაკარნახები. რეინის კუნძულებზე უკვე საღამოვდება. როდესაც ჩრდილები გრძელდება და ტემპერატურა ქვემოთ იწევს, წითელი ყანჩები დიდი მოთმინებით იცდიან. ეს ფრინველები მეჩხერად ამოსულ მცენარეებში ბუდობენ. ბარტყების გამოჩეკვის დრო შესანიშნავად აქვთ შერჩეული. ყანჩები ქარის ამოვარდნასელიან. დიდი მოთმინება ჰმართებთ. თუმცა დიდხანს ლოდინიც ბეზრდებათ. ბოლოს კი, რასაც ელოდნენ, იწყება. ზღვის მწვანე კუს კვერცხები დადებიდან 10 კვირაში იჩეკება. სულ რამდენიმე მეტრი აშორებთ ზღვას, სადაც თავისუფლება ერით. მაგრამ ამ 5 სანტიმეტრიანი ჩვილებისთვის ეს ქვიშის ბორცვები მთების ტოლია. პატარა კუები ყანჩის ბარტყებისთვის საყვარელი საკვებია. რამდენიმე საათში ათასობით კუ იჩეკება. ყანჩებმა უკვე საკმარისად მიირთვეს. რამდენიმეს მსხვერპლად შეწირვა, ბევრი სხვა კუს სიცოცხლეს გადაარჩენს. ცნობილი არ არის, სადაც ატარებენ ეს ახალშობილების სიცოცხლის პირველ წლებს. მეცნიერები მათ დაკარგულ წლებს უწოდებენ. მაგრამ მშობლების მსგავსად, თუ გადარჩებიან, ერთ დღესაც დაბრუნდებიან, რათა ახალ თაობას დაუდონ დასაბამი. თბილის ზღვები და ცვალებადი ამინდი პატარა კუსთვის არც თუ ხელსაყრელია. მარჯნის რიფები მცირე ცვლილებებისადმიც კი ძალიან მგრძნობიარენი არიან. ტემპერატურის სულ რამდენიმე გრადუსით მატება ან დაბინძურების გამომჟავიანობის აწევა საკმარისია, რომ წყალმცენარეებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ მარჯნის სამყოფელის დატოვება. თუ მარჯნები სტრესის ქვეშ არიან, მთელი სისტემა იშლება. როდესაც ოკეანეები თბება, ჯერ ეკვატორზე იმატებს სიცხე. ამის გამო რიფები ეკვატორს უფრო და უფრო შორდება. მაგრამ რიფებზე სიცოცხლე გრძელდება. მელანთებზე სამსაოცარი კვერცხების მომავალი გაურკვეველია. თუმცა თავის გადარჩენის გაკვეთილი ჯერ კიდევ ემბრიონად ყოფნისას უნდა მიიღონ. სანამ ემბრიონები ჯერ კიდევ კვერცხის შიგნით არიან, მნიშვნელოვან ინფორმაციას სწავლობენ და აგროვებენ. და გარკვეული გამოცდილებით იჩეკებიან. ახალშობილები შობლების ზუსტ ასლებს წარმოადგენენ. გამოჩეკვიდან სულ რამდენიმე წუთში ნადირობას იწყებენ და შენიღბვის უნარიც შესწევთ. ახლა მარჯნის კუნძულები ძალიან შეიცვალა. მათი მშობლების დაბადებისას ბევრად უსაფრთხო იყო.
მაგრამ ეს მიზანდასახული ახალშობილები მოახერხებენ, უნდა გადარჩებიან და ერთ მშვენიერ დღეს თავადაც ახალ სიცოცხლეს მისცემენ დასაბამს.